ელიტური კორუფცია თავდაცვის სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციის მორიგი კვლევა, რომელიც უწყებაში აღმოჩენილ ხარვეზებს ეხება. დოკუმენტის ავტორი ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა. დასკვნაში წერია, რომ სამინისტროს წლების განმავლობაში ანტიკორუფციული გეგმა შემუშავებულიც კი არ ჰქონდა. ანალოგიური კვლევა ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროებმა 82 ქვეყანაში ჩაატარეს. მიღებულ მონაცემებში საქართველოს ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია. Მაგალითად, ელიტური კორუფცია და თავდაცვის სფეროს გაუმჭვირვალობა ეს ძირითადი პრობლემები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ანტიკორუფციული ინდექსის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი გახდა. საქართველოს თავდაცვის უწყების 2012 წლის მუშაობა საერთაშორისო გამჭვირვალობამ D კატეგორიად შეაფასა, რაც ნიშნავს, რომ ქართულ თავდაცვას კვლევის პერიოდში გამჭვირვალობისა და ელიტური კორუფციის თვალსაზრისით მაღალი მაჩვენებელი აქვს. Ამ კვლევის შედეგად დადგინდა ის, რომ თავდაცვის სამინისტრო არ არის გამჭვირვალე და აქ არის ძალიან ბევრი და დიდი რისკი კორუფციისა. საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში თავდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების რეკომენდაციებითაა შედგენილი. მასში დადებითადაა შეფასებული თავდაცვის უწყებაში ბიუროკრატიული ინსტიტუტების შემცირება, რამაც ქვედა დონის კორუფცია გააქრო, თუმცა ხელი შეუწყო ელიტური კორუფციის განვითარებას. ანგარიშის მიხედვით ქართული თავდაცვა 2012 წლის პერიოდში ბელორუსის, ჩინეთისა და რუსეთს შორისაა. 100%-იანი გამჭვირვალობა ვერ იქნება ამ სფეროში, ამას ჩვენ უნდა შევეგუოთ. ეს რადგანაც ეს ისე და ისე უკავშირდება უსაფრთხოების სფეროს. შედეგის სავალდებულება გამოიხატება კორუფციული ინდექსის მონაცემებში. მაშინ, როდესაც არანაირი საჯარო ინფორმაცია არ გადიოდა თავდაცვის უწყებებთან, არათუ შესყიდვების შესახებ ინფორმაცია. საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა პერსონალის მართვას. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით მაშინდელი ხელმძღვანელობა დისციპლინარულ ნორმებსა და სისხლის სამართლის კოდექსს თავდაცვის უწყების მოსამსახურეების მიმართ შერჩევით იყენებდა. მართლა ჩვენ თვლით, რომ ძალიან მაღალი კორუფცია იყო თავდაცვის უწყებაში. ადგილი ჰქონდა ძალიან დაბალ გამჭვირვალობას, ფაქტობრივად გამჭვირვალობის ხარისხი იყო 0-ის ტოლი. ამიტომ ყველა ის შენიშვნა, რაც ამ კვლევის ფარგლებში დაფიქსირდა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ჩვენთვის არის ძალიან კარგი სახელმძღვანელო პრინციპები. საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშის წარდგენას დღესვე არასამთავრობო სექტორთან ერთად თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეც დაესწრო. ანგარიშს თანახლავს რეკომენდაციები, რომელიც სამომავლო პრევენციისთვის უწყების მომავალ ხელმძღვანელებს ეხებათ. აქ არის კარგად იდენტიფიცირებული თუ რა რისკები არსებობს თავდაცვის სამინისტროში, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მომავალში და უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან უკვე არის თქმა უნდა მზადყოფნა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებიც არის გადადგმული, რომ ეს რისკ ფაქტორები აღმოიფხვრას. კვლევა თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის მიმართულებით საერთაშორისო გამჭვირვალობამ შარშან პირველად გადახორციელა და მასში ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროებიც იყო ჩართული, რომლებმაც საქართველოსთან ერთად კვლევა სულ 82 ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აწარმოეს.